რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენის ფოიეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემის რადოსლავ პაჩოხას ბენიამინი პრეზენტაცია გუშინ მოეწყო. გამოცემა, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა მოამზადა, თანამედროვე პოლონელი დრამატურგის პიესის ბენიამინი ქართულ თარგმანს მოიცავს. სპექტაკლი უკვე შედგა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე. ახალგაზრდა პოლონელი რეჟისორის ტომაშ ლესჩინსკის და ასევე ქართველი ახალგაზრდა რეჟისორის ირაკლი გოგიას ხელმძღვანელობით რუსთაველის თეატრში პრეზენტაციასთან დაკავშირებით საგანგებოდ ჩამოვიდა პიესის ავტორი რადოსლავ პაჩოხა, რომელიც წიგნის პრეზენტაციის შემდეგ სპექტაკლს დაესწრო. ასევე პროექტის ავტორები არიან პოლონეთის საელჩო საქართველოში, კულტურის საერთაშორისო ფონდი კავკასია, რუსთაველის თეატრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა თანამედროვე პოლონელი დრამატურგის რადოსლავ პაჩოხას პიესა. თარგმანზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ხეთაგურმა იმუშავა რეჟისორთან ტომაშ ლეშჩინსკისთან ერთად. სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიცა ეს პატარა წიგნი, რომლის პრეზენტაციაც გვაქვს დღეს. უკვე შედგა ამ პიესის მიხედვით გაცოცხლებული სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში, მაგრამ სწორედ პოლონელის ჩამოსვლას ველოდებოდით, რომ ეს წიგნი საზოგადოებისთვის წარგვედგინა. დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ პიესის დადგმა მსოფლიო მასშტაბით პირველად ხდება. მე ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ამ სპექტაკლს, ვინაიდან ძალიან დაინტერესებული ვარ ქართული თეატრითა და ქართული კულტურით. მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა საშუალება უყურო ქართველი მსახიობების მიერ შესრულებულ ამ სპექტაკლს.